ბრძოლა გაუმჭვირვალობისათვის მდიდარი არასამთავრობოები გამჭვირვალობის კანონის ანუ ამერიკული ფარას ქართული ასლის წინააღმდეგ სარჩელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წავიდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონის შეჩერებას არ ითხოვენ. რაც იმას ადასტურებს, რომ NGO სექტორის სარჩელი მხოლოდ ფარსია და კარგად იციან, რომ ამის მოთხოვნა აბსურდული ექნება. სტრასბურგმა სარჩელი განსახილველად მიიღო. მმართველი პოლიტიკური ძალა კონტრარგუმენტებით დავაში ჩართვისთვის მზად არის. მაკუნა აბულაძე ამბობთ. რადიკალი NGO-ები ისევ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამერიკული ფარასა და შესაბამისად გამჭვირვალობასთან ბრძოლის მოტივით დიდარი არასამთავრობოების სარჩელი უკვე სტრასბურგშია. თუმცა საინტერესოა, რომ მესამე სექტორის რადიკალური ფრთადროებითი ღონისძიების სახით კანონის მოქმედების შეჩერებას არ ითხოვს. ლეგიტიმურ კითხვაზე, თუ ეს კანონი მათ საქმიანობას მართლაც ხელს უშლის, რატომ არ მოითხოვეს მისი შეჩერება, პასუხად დუმილია. სარჩელის ავტორი NGO-ები ქრონიკის ზარებს არ პასუხობენ. NGO სექტორის მთავარ მოკავშირეს ნაციონალურ მოძრაობას და ისვეთს დღეს იმის აღიარება მოუწია, რომ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო სტრასბურგი კანონის შეჩერების მოთხოვნას ისედაც არ დააკმაყოფილებდა. დღეს ეს მოცემულობა ამ სამართლებრივი საფუძვლების არარსებობს და შესაბამისად მაღალი ალბათობით სასამართლო არ დააკმაყოფილებდა. დროებითი ღონისძიების გამოყენება სჭირდება ძალიან კონკრეტული და ვიწრო საფუძველი, სჭირდება გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება. შეიძლება ეს იყო მიზეზი. არადა იგივე ოპოზიცია და მათი მოკავშირე NGO-ები სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტერიულად აპროტესტებდნენ, როდესაც სასამართლომ გამჭვირვალობის კანონის მოქმედება არ შეაჩერა. ეს ფარსიც მათივე ქმედებებმა გათქვა. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ასეთი საკდოკუმენტების და კანონმდებლობის შეჩერება დროებითი მექანიზმის გამოყენებით არ ხდება, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ მიღებული სუვერენული გადაწყვეტილება. მორიგი აბსურდული სარჩელიც ადასტურებს იმას, რომ NGO-ებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამერიკული ფარას ასლის წინააღმდეგ არ აქვთ. მმართველი პოლიტიკური ძალა კონტრარგუმენტებით დავაში ჩართვისთვის მზად არის, თუმცა განხილვამდე არასამთავრობო ორგანიზაციების ყალბი ნარატივი გამოაშკარავებულია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ სარჩელშიც ისინი სინამდვილეში აღიარებენ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და ბერკეტები მათ არ გააჩნიათ. ეს არის ფაქტობრივად ფინანად მათყუარა ორგანიზაციების კრებული, რომლებიც ცდილობენ ყველგან ებრძოლონ საქართველოს, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ყველგან მარცხდებიან საქართველოსთან. დრამა, რასაც დგავდნენ საქართველოში, რაღაც ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ თითქოს რაღაც ხდებოდა, სწორედ ამის გაშიშვლება მოხდებოდა, თუ ისინი მოითხოვდნენ სტრასბურგის სასამართლოსგან ამ ძომების მიღებას. ამიტომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ რეალურად, რომ არაფერი არ იდგა, ცარიელი ბუშტი იყო მათი ხმაურის მიღმა და სტრასბურგმა რეალურად ეს დაადასტურა, რომ არაფერი განსაკუთრებული საჩქარო და დაუყოვნებლივი გადასაწყვეტი არ არის. მათ წინასწარ იციან, რომ აბსურდულ მოთხოვნას დაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი მათი რაღაცა ფსევდოისტერიის, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლო არის, არანაირად არავის უფლებები არ იზღუდება. ერთადერთი, რასაც მოითხოვს გამჭვირვალობა, მოითხოვს იმას, რომ საჯარო გახდეს თუ რა თანხები ერიცხებათ ამ დიდარ NGO ორგანიზაციებს და რა თანხებს ხარჯავენ ისინი. ბრძოლა გაუმჭვირვალობისთვის ახლა სტრასბურგის სასამართლოში გადავიდა. საქართველოში მოქმედი NGO-ები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი დაფინანსების შესახებ საზოგადოებამ ვერაფერი გაიგოს.